სხვა ადგილას პავლე მოციქული კიდევ უფრო მძაფრად იტყვის. თქვენი ხორცი და თქვენი სული არ გეკუთვნით თქვენ. ეს ამბობს პავლე მოციქული. იმიტომ რომ მასში ძალიან დიდი საფასურია გადახდილი. რა საფასურია გადახდილი? უწმინდესი მსხვერპლი თქვენი ცოდვების მაგივრად ქრისტე მოკვდა. აი ეს საფასურია გადახდილი. და თუ ადამიანი ასე გონივრულად იცხოვრებს, თავის სიმართლეს, თავის სიბრძნეს ბჭყალებში გვერდზე გაწევს და ღვთის ნებას დაემორჩილება და არასოდეს დაავიწყდება, რომ ქრისტესია, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ქრისტესია. და ეს ქრისტესი რო ვართ, ამის რეალიზება რომ არ მომხდარა, ამას რო ვგრძნობ და ეს გზნობა რომ მე მგლოვარებაში მომყოფებს. ეს გლოვარება რომ სულ მიჩენს мотивაციას რომ მოუკლებლავთ ქრისტე ვეძებო. წირვაზე რომ მოდიხარ, ორი გზნობა უნდა გქონდეს, სიხარული უნდა გქონდეს, რომ აი წირვაზე მოხვედი და რომელიც ყველა სიზარმაცეს უნდა ძლევდეს. ესე იგი სახში თბილად და კარგად ყოფნას და სიგრილეში როგორც არის ხანასე ხო ზამთარში ზაფხულში კომფორტულად იქ ძილს მოდიხარ, იღლები, დგახარ, სიხარული უნდა გქონდეს, მაგრამ წირვის დროს ამოვედოს უნდა გქონდეს მწუხარებაც. რომ ვერ იხსნება ეს გული ისე როგორც უნდა გაიხსნას. და ეს მწუხარება, სიხარული ორივე ერთდროულად შეზავებული ერთმანეთში, ორივე ჩვენს გულში უნდა არსებობდეს. და შემოქმედებითი წვით იდგე აი აქ. ცეცხლივით უნდა იყოს და ეს ცეცხლი როგორც შემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს. მწუხარება, სიხარული, ნაზავი. გესმით? აი ეს პროცესი უნდა დუღდეს ჩვენში ყველაფერი, როცა აქ ვდგავართ. კი არ უნდა გვეძინოს, ცეცხლივით უნდა ვიყოთ. და მაშინ იწყება ის პროცესი, რომელიც სადამდე მიგვიყვანს, იცით? რას დღეს წავიკითხეთ ასევე მათეს სახარებაში. მაშინ მართალი გაბწყინდნენ ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა. გაბწყინდნენ ვითარცა მზე. და ეს ბწყინვალება ჩვენში უკვე უნდა ანათებდეს. და ისე უნდა ბწყინავდეს ეს ნათელი ჩვენში, რომ სხვები ხედავდნენ ამას. და ამბობდნენ, აი რაღაც ეს ადამიანი ქრისტიანია, ესე იგი ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა. რადგან ეს ადამიანი ასეთია, ესე იგი ღმერთი არსებობს. აი ამას უნდა ხედავდნენ ჩვენში ადამიანები.